დღეს გვექნება მეგობრებო მეორე ნაწილი ვიდეოსი, სადაც განვიხილავთ სახიფათო სპორტის სახეობებს და დავახარისხებთ მათ მიღებული ტრამვების და მათი სიხშირის და სიმძიმის მიხედვით. მეორე ნაწილს კომენტარებში ბევრი ითხოვდით, ამიტომ ესეც მეორე ნაწილი და პირდაპირ დავიწყოთ პოპულარული სპორტის სახეობით, რომელიც არის კრივი. ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ კრივი მხოლოდ ზედა კორპუსში მიღებული დარტყმებით შემოიფარგლება და არც თუ ისე სახიფათო უნდა იყოს, მაგალითად, როგორიც არის შერეული საბრძოლო ხელოვნებები, ანუ MMA, თუმცა რეალობა სხვანაირია. კრივი მოიცავს წარმოუდგენლად დიდი ტრამვების მიღების რისკს, როგორებიც არის მაგალითად სუბდურული, ეპიდურული ჰემატომები, რაც ნიშნავს თავის ქალას შიგნით სისხლდენას ტრამვის შედეგად. ესეთი პროცესის განვითარებისას თავის ტვინში სისხლდენა და ეს ჩამოყალიბებული ჰემატომა აწვება თავის ტვინის ქსოვილს, რადგანაც როგორც იცით, თავის ქალა არის დახურული ძვლოვანი სტრუქტურა და შესაბამისად იქ ზედმეტი მოცულობით სისხლის დაგროვება იწვევს იმას, რომ ტვინს არ შეუძლია ამ ძვლოვანი სტრუქტურების გადანაცვლება და შესაბამისად ტვინი, რომელიც უფრო რბილი სტრუქტურაა ვიდრე ძვლოვანი ქსოვილი, განიცდის ზეწოლას. ეს ზეწოლა შეიძლება გამოიხატებოდეს ისეთი ნიშნებით, როგორც არის გონების დაკარგვა, გულისრევის და ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები, შეიძლება გულყრაც კი გამოიწვიოს, რადგან ტვინის ქსოვილზე უშუალო ზეწოლა მიმდინარეობს ამ დროს. სიმძიმიდან გამომდინარე მსგავსმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კომატოზური მდგომარეობა და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, სიკვდილი. გარდა ამისა, კრივში, რა თქმა უნდა, ხშირია ტვინის შერყევები და სახის ძვლის მოტეხილობები, როგორიც არის მაგალითად თვალბუდის მოტეხილობები, რიმალის ყბის მოტეხილობები. მიუხედავად იმისა, რომ ხელთათმანებით ხდება დარტყმის ამორტიზება, მაინც იმხელა ძალასთან გვაქვს საქმე, რომ მსგავსი ტიპის მოტეხილობებს მოკრივეები ხშირად ვერ გაურბიან ხოლმე. კიდევ ერთი სპეციფიური რამ უნდა აღვნიშნო, როცა კრივს ვეხებით, ეს არის ქრონიკული ტრამვული ენცეფალოპათია. ერთი შეხედვით შეიძლება ჩინურად ჟღერდეს, მაგრამ აგიხსნით, ამ დროს პაციენტებს დიდხნიან პერსპექტივაში უვითარდებათ ისეთი სიმპტომები და ნიშნები, როგორიც არის მაგალითად მეხსიერების დაქვეითება, პიროვნული ცვლილება ხასიათის, ხშირია დეპრესიები, ან მაგალითად პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომები. ეს ყველაფერი ქართულად ნიშნავს იმას, რომ ხდება თავის ტვინის ქსოვილის დეგენერაცია განმეორებითი თავში მიღებული ტრამვების ხარჯზე. განსაკუთრებული კი ის არის, რომ ამ დიაგნოზის დასმა შეიძლება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, როდესაც მოხდება თავის ტვინის ქსოვილის გაკვეთა. აქვე მოკლედ რომ არ აღვნიშნო ერთი ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, ისე კრივს ვერ შევეშვებით და ეს არის პრიჩარდ კოლონის შემთხვევა. პრიჩარდ კოლონი იყო მოკრივე, რომელმაც 2015 წელს მიიღო უმძიმესი ტრამვა კეფის არეში მიყენებული არალეგალური დარტყმების შედეგად და მას განუვითარდა სწორედ ის, რასაც წეღან ვამბობდი, სუბდურული ჰემატომა, რის შედეგადაც სამწუხაროდ პრიჩარდ კოლონის თავის ტვინი დაზიანდა. ის თვეების განმავლობაში იწვა საავადმყოფოში და ეხლაც აქტუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის არის სხვა ადამიანებზე დამოკიდებული და არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. ამიტომ ვფიქრობ, კრივი უნდა გავუშვათ სახიფათო ან ძალიან სახიფათო კატეგორიაში. მოდი ამ ეტაპზე გავუშვებ სახიფათო სპორტის სახეობებში, შემდეგი მოდის წარმოუდგენლად მაგარი სპორტის სახეობა, რაც არის MotoGP. ეს არის ფაქტობრივად ფორმულა 1, ოღონდ მოტოციკლებით და წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით ხდება გადაადგილება. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ადამიანი გადაადგილდება მოტოციკლით ორბორბლიანი გადაადგილების საშუალებით. კი მართალია, რომ მათ აქვთ აღჭურვილობა, რომელიც მაქსიმალურად იცავს ამ ადამიანებს სიცოცხლისთვის საშიში ტრამვებისგან, მაგრამ ჩემი აზრით 300 კილომეტრზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას მოტოციკლეტით არ არსებობს აღჭურვილობა, რომელიც გარანტიას მოგცემს, რომ შენ სიცოცხლისთვის სახიფათო ტრამვას არ მიიღებ. წარმოიდგინეთ, ამხელა სიჩქარით კარგავთ კონტროლს და პირველი რამაც ეს დარტყმები მიწასთან და ასე ვთქვათ წინაღობასთან უნდა განიცადოს, არის თქვენი სხეული პირდაპირ ყველანაირი ასე ვთქვათ ფიზიკური ბარიერის გარეშე, რომელიც შეაკავებს ამ ინერციას, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ 300-320 კმ/სთ სიჩქარით. წარმოუდგენელია, ჩემთვის ეს არის ძალიან სარისკო სპორტი, ასევე არის წარმოუდგენლად დიდი პროფესიონალიზმი ამ ყველაფერში ჩადებული. თუმცა ვილაპარაკოთ მოდი პროფესიულად, რა შეიძლება იყოს ხშირი ტრამვები, რასაც ეს ბოლელები მაგალითად იღებენ. პირველ რიგში არის რა თქმა უნდა ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებები, როგორიც არის მაგალითად ლავიწის მოტეხილობები, ზედაკიდურების და ქვედაკიდურების მოტეხილობები, რადგან როგორც აი ვიდეოებში ჩანს, პირველი ამ ინერციას იღებს ძვალსახსროვანი სისტემა. შემდეგ რა თქმა უნდა მოდის ასევე ქალატვინის დაზიანებები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩაფხუტები, რომლებიც იცავს ბოლელებს, წარმოუდგენლად დიდი ეფექტურობით გამოირჩევა და იცავს მათ სასიკვდილო ტრამვებისგან ქალატვინისა და ქალასარქველის არეში. ასევე ხშირია რა თქმა უნდა დამწრობები და რბილი ქსოვილების დაზიანებები, როდესაც ხდება მაგალითად რბილი ქსოვილის უშუალო ხახუნი გზის საფართან ან ჯებირებთან. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ MotoGP გავუშვათ ცალსახად ძალიან სახიფათო სპორტის სახეობებში და დარწმუნებული ვარ, არავინ შემეკამათება ამაში. შემდეგი მოდის
კალათბურთი. კალათბურთის დროს მიღებული ტრამვები, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მსგავსია მაგალითად ფეხბურთის დროს მიღებული ტრამვებისა, რადგან როგორც მაშინ წინა ვიდეოში ავხსენი, უცაბედი შეჩერება, უცაბედი მოძრაობის დაწყება არის სახსრისთვის უპირველესად სტრესი და ამ დროს შეიძლება მივიღოთ ისეთი დაზიანებები, როგორც არის მაგალითად აქილევსის მყესის გაწყვეტა, ან ჯვარედინი იოგების გაწყვეტა, რომელიც როგორც წინა ვიდეოში ავხსენი აკავშირებს ბარძაყისა და წვივის ძვალს ერთმანეთთან. აქილევსის მყესი კი არის ალბათ ყველაზე ძლიერი მყესი ადამიანის ორგანიზმში, რომელიც კანჭის ტყუპ კუნძს აკავშირებს ქუსლის ძვალთან. ხშირია ესეთი დაზიანებები, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ იშვიათია მძიმე დაზიანებები, რომელმაც შეიძლება დაასრულოს სპორტსმენის კარიერა. მოტეხილობები, ამოვარდნილობები, რა თქმა უნდა, აქაც ხშირად გვხდება და ასევე გვხდება, რა თქმა უნდა, ტვინის შერყევებიც, რადგან შეჯახებები და ბრძოლა, ასე ვთქვათ, პოზიციისთვის და ბურთისთვის საკმაოდ ხშირია. აი ამას გულისხმობდი ზუსტად კალათბურთის შემთხვევაში, რომ მსგავსებაა ფეხბურთთან და არსებობს, ასე ვთქვათ, ესეთი კორპუსით ერთმანეთთან შეჯახება, პოზიციის მოგება, ბრძოლა და აქედან გამომდინარე ტრამვები. რაც შეეხება პოზიციას, კალათბურთს მე მივჩენდი საშუალო რისკის შემცველი სპორტების კატეგორიას, აი აქ. შემდეგი არის ასევე სპორტის საბრძოლო ხელოვნება, თუმცა ჩემი პირადი აზრით ეს სპორტიც უფრო მეტი რისკია სანახაობისთვის გაწეული, ვიდრე მაგალითად ათლეტიზმი და სპორტი, რომელიც სხვა საბრძოლო სახეობებში შეიძლება ვიპოვოთ. ლაპარაკი მაქვს bare knuckle-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მებრძოლები იბრძვიან, ასე ვთქვათ, შიშველი მუშტებით და ამის ხარჯზე იზრდება ამ სპორტში დაზიანებების და ტრამვების მიღება, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ურტყამს, ასევე იმ ადამიანისთვის, რომელიც იღებს ამ დარტყმას, რადგან როგორც ხელის, ასევე სახის ძვლები იღებენ წარმოუდგენლად დიდი ინტენსივობის დარტყმებს და ამის შედეგად ვითარდება უმრავლესად მოტეხილობები. ამ შემთხვევაში არის ერთი დამახასიათებელი, მაგალითად კრივთან შედარებით, აქ უფრო ნაკლები რაუნდის განმავლობაში მიდის ბრძოლა და უფრო ნაკლებ დარტყმებს იღებენ კონკრეტული მებრძოლები, თუმცა ეს დარტყმები იმდენად დიდი ინტენსივობის არის და იმდენად დაუცველი სპორტია, რომ ეს დარტყმები შეიძლება უფრო გაცილებით სარისკო აღმოჩნდეს მებრძოლისთვის, ვიდრე მაგალითად კლასიკური კრივის დროს 12 რაუნდის განმავლობაში მიღებული დარტყმები. აქაც რაც კრივთან ერთად ჩამოვთვალე, ტვინის შერყევები, სუბდურული, ეპიდურული ჰემატომები ძალიან ხშირია. ამასთან ასევე ქრონიკული ტრაუმული ენცეფალოპათია, რაც ავხსენი რა არის და რა თქმა უნდა მოტეხილობები არა მხოლოდ სახისა და ხელის მიდამოში, არამედ მაგალითად ნეკნების მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების დაბეჟილობებიც კი, რაც ჩემი აზრით ამ სპორტის სახეობას ასევე უჩენს ადგილს ძალიან სახიფათო კატეგორიაში. MotoGP ცალსახად სხვა კლასია, თუმცა მივუჩინოთ ამასაც ძალიან სახიფათო კატეგორიაში ადგილი. შემდეგი სპორტის სახეობა საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია და ვფიქრობ დანარჩენ სამყაროშიც ამერიკის გარდა და ეს არის ამერიკული ფეხბურთი. ამ სპორტის სახეობას იმიტომ განვიხილავ, რომ ის ქრონიკული ტრაუმული ენცეფალოპათია, რაც ბოქსის და bare knuckle-ის შემთხვევაში აღვნიშნე, სწორედ ამ სპორტის სახეობის ფარგლებში გახდა პირველად ცნობილი. ამ ყველაფერზე ფილმიც არის გადაღებული და ამ ფილმს აუცილებლად ჩავაგდებ. ამ ფილმში უილ სმიტი თამაშობს პათოლოგანატომის როლს, ექიმის როლს, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებში აღმოაჩენს კონკრეტული რამვული ხასიათის დაზიანებას, რაც იქამდე არ იყო აღწერილი და ამ კანონზომიერების შედეგად აღმოაჩენს ამ კონკრეტულ ქრონიკულ ტრაუმულ ენცეფალოპათიას, რის შედეგადაც მთელი ეს ინდუსტრია შემდეგ ამ ექიმის წინააღმდეგ შემოbrunდება. ეს ფილმი არის რეალურ ისტორიაზე გადაღებული. ამ ნეიროპათოლოგ ექიმს ერქვა თუ არ ვცდები ომალუ და ამ ექიმმა აღმოაჩინა მაშინ, ასე ვთქვათ, ალცჰაიმერის მსგავსი დაავადება ახალგაზრდა პროფესიონალ ფეხბურთელებში, რომელთაც უკვე თავი დანებებული ჰქონდათ ამ სპორტისთვის და ისინი ახალგაზრდა ასაკში იღუპებოდნენ. მოკლედ გირჩევთ რომ უყუროთ ამ ფილმს და ამერიკულმა ფეხბურთმაც ამ სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე დაიკავა დღეს ჩვენს ვიდეოში ადგილი. სხვა ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით ამერიკულ ფეხბურთთან დაკავშირებით. ამერიკულ ფეხბურთს მივუჩენდი სახიფათო კატეგორიაში ადგილს, აი ერთ ჩავსვათ ამერიკული ფეხბურთი. შემდეგი სპორტის სახეობა იქნება ტრიათლონი. ეს არის სამი სპორტის სახეობის ერთობლიობა, სირბილი, ცურვა და ველოსპორტი. თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს სპორტის სახეობა. მინდა გითხრათ, რომ წარმოუდგენლად დიდ ათლეტიზმს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ არის მარათონის სტილი და არა მაგალითად სპრინტის სტილი, სადაც ხდება მოკლე დროის განმავლობაში მაქსიმალური შენი შესაძლებლობის დაფიქსირება, ტრიათლონის შემთხვევაში ორგანიზმს უწევს არა მხოლოდ ერთ მდგომარეობაში დატვირთვა და სტრესთან შეგუება, არამედ ცურვის დროს ტემპერატურის ცვლილება და ამ გარემო პირობების უცაბედი ცვლილების დროს იზრდება გულის არითმიების აღმოცენების რისკი. ამასთან იშვიათად, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ისეთი რამ, რასაც ქვია ცურვით ინდუცირებული პულმონარული ედემა, ანუ ცურვის შედეგად ფილტვების შეშუპება. ამ დროს, როდესაც ცივ წყალთან ხდება კონტაქტი, მაღალ დატვირთვაზე ხდება, ასე ვთქვათ, პერიფერიაში სისხლძარღვების შევიწროება და სისხლის მიმოქცევა, ასე ვთქვათ, ცენტრალიზდება. ამას ემატება ის, რომ ადამიანი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და პერიოდულად სუნთქვებით ქმნის ის, ასე ვთქვათ, წინაღობას. შედეგად იზრდება ფილტვებში კაპილარული წნევა, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ამ კაპილარებიდან ფილტვის ალვეოლებში, ანუ ერთეულებში, რომელიც ჩვენი სუნთქვითი ორგანოს შემადგენელი ნაწილია, სითხის დაგროვება, რის შედეგადაც ადამიანი, რა თქმა უნდა, ეფექტურად ვეღარ იღებს ჟანგბადს და ვეღარ გასცემს ნახშირორ ჟანგს, რის შედეგადაც მას ეწყება, ასე ვთქვათ, მწვავე სუნთქვის უკმარისობა, ხველება და რა თქმა უნდა, მწვავე ჟანგბადის ნაკლებობა. რაც შეეხება ამ სპორტის მესამე ნაწილს, ანუ სირბილს მარათონის სტილში, ამ დროს ორგანიზმი უფრო მეტ სითბოს გამოიმუშავებს, ვიდრე გასცემს. ასევე დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფის შედეგად ხდება დეჰიდრატაცია, რაც ნიშნავს ორგანიზმიდან ზედმეტად მეტი სითხის გამოყოფას. ამის შედეგად შეიძლება შემცირდეს სისხლის პლაზმის მოცულობა და ჯამში მსგავსი დიდი დისტანციების დაფარვა არის ზოგადად მთლიანად ორგანიზმისთვის და ყველა ორგანიზმისთვის მულტიორგანული სტრესი. იმის ხარჯზე, რომ ადამიანი გამოყოფს ოფლს, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ნატრიუმი და იღებს მაგალითად წყალს, შედეგად ხდება ნატრიუმის იმაზე მეტად გამოყოფა, ვიდრე საჭიროა, ანუ ორგანიზმში ვითარდება ჰიპონატრემია, რამაც შეიძლება ასევე თავისი ნევროლოგიური სიმპტომები გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მაგალითად მარათონის დროს, ან თუნდაც ტრიათლონის შემთხვევაში, რომ ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ წყალი, არამედ ელექტროლიტები. ამასთან შეიძლება განვითარდეს ისეთი რაღაცა, რასაც რაბდომიოლიზი ჰქვია, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. რაბდომიოლიზი ნიშნავს მარტივად რომ აგიხსნათ კუნთოვანი ქსოვილის დაშლას, რაც ხდება ამ ზედმეტი დატვირთვით, გამოყოფილი უზარმაზარი სითბოთი და რა თქმა უნდა სტრესით. ამ შემთხვევაში მიოგლობინი, რომელიც არის კუნთოვანი ქსოვილის შემადგენელი ნაწილი, ხდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, აღწევს თირკმელს და იწვევს თირკმლის ფუნქციის მოშლას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტრიათლონი როგორი მრავალფეროვანიც არის, ასევე მრავალფეროვანი რისკები ახლავს თან. ტრიათლონს გავუშვებდი საშუალო რისკის შემცველ სპორტის სახეობებში. შემდეგი სპორტის სახეობა ძალიან აიგდეს კომენტარებში. უსაფრთხო მხოლოდ ჭადრაკი დარჩაო. ამ შემთხვევაში არ ვისაუბრებ ჭადრაკის რისკებზე, მაგრამ გესაუბრებით იმაზე, რომ ჭადრაკი და მოჭადრაკეები, რომლებიც ტურნირის განმავლობაში დაახლოებით 6-7 საათის განმავლობაში წარმოუდგენლად დიდი კონცენტრაციით თამაშობენ, ხარჯავენ დაახლოებით 600 კილოკალორიას. ნუ ზოგიერთი წყაროების მიხედვით შეიძლება 800 კილოკალორიაც მივიჩნიოთ, მაგრამ დავრჩეთ 600-ზე და გეტყვით ეს რამდენი ენერგიაა. ეს არის დაახლოებით იგივე 2 საათის განმავლობაში რომ ვიაროთ. წარმოიდგინეთ ადამიანი ზის, საერთოდ არ მოძრაობს, მაგრამ მისი გონება და კონცენტრაცია იმდენად დიდ ენერგიას მოიხმარს, რომ ეს არის ექვივალენტი დაახლოებით 2 საათის სიარულისა ან 1 საათის სირბილის. ერთლიანი ენერგია ნაწილდება არა მხოლოდ კონცენტრაციაზე, არამედ კომპლექსურ ანალიზზე, რა თქმა უნდა სტრატეგიულ გეგმაზე, ასევე რა თქმა უნდა ემოციურ კონტროლზე და სტრესის დაძლევაზე, რაც თამაშის დროს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შეიძლება ადამიანმა განიცადოს. დამერწმუნდეთ რაღაც პერიოდი აქტიურად თამაშობდი ჭადრაკს და ჩემმა ნერვულმა სისტემამ ამ ყველაფერს უბრალოდ ამ ინტენსივობით ვეღარ გაუძლო და ეხლა უბრალოდ ხანდახან გასართობად თუ ვითამაშებ ხოლმე, იმდენად დიდი ემოციური სტრესი მაქვს ამ ყველაფერს, როდესაც მაქსიმალურად ჩართული ხარ, ყველაფერს გეგმავ, გონია რომ ყველაფერი გათვლილი გაქვს, ამ დროს აღმოვაჩენ იმ ერთ კატასტროფულ შემთხვევას, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ამთავრებს და შეიძლება ის 20 წუთიანი და 9 საათიანი თამაში მთლიანად წყალში ჩაგიყაროს. ხო, რა თქმა უნდა, ჭადრაკს მიუჩენთ თავის ადგილს ჩვენს tier list-ში და ეს ადგილი არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხო სპორტის სახეობებში. უბრალოდ მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად დიდ ძალისხმევას და ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს ეს სპორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი პროფესიონალურ დონეზე თამაშობს. ამიტომ ჩემი უდიდესი პატივისცემა მოჭადრაკეებს. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო, მეგობრებო. დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ დღევანდელი tier list-ი და ასევე დააკომენტარეთ ის სპორტის სახეობები, რომლებიც ამ ვიდეოშიც გამორჩა და თქვენ აუცილებლად გინდათ რომ განვიხილო. თუ რა თქმა უნდა საკმარისი ინტერესი იქნება, ამ ვიდეოს მესამე ნაწილსაც იხილავთ. ასე რომ გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.